სოფელი, სადაც მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილება შიშით უწევს. წაქცევის პირას მყოფი ბოძები და დაზიანებული ელექტროსადენები. ახალდაბელები გამრიცხველიანებას ითხოვენ. მათ დახმარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე გორის რაიონის ამ სოფელში გამრიცხველიანება არ დაწყებულა. აი ნახეთ შვილურა დაბალი დენი არის. გაბარავების ოჯახს ელექტროენერგია დაბალი, ხან კი მაღალი ძაბით მიეწოდება. ოჯახის დიასახლისი გვიყვება, რომ ხშირად ტელევიზორით სარგებლობასაც კი ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, იმის გამო, რომ სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება ამ დრომდე არ მომხდარა, სინათლე ხშირად ითიშება. ზეინაბ გაბარავი ამბობს, რომ ცხოვრება შიშის ქვეშ უწევს. ბავშვები რო თამამად გაუშვათ ეზოში, ისიც მეშინია. ხაზები ხანსად ჩამოწყდება, ხანსად სტოლბები წასაქცევზე არის. რამდენჯერ აი ზამიკანიები იყო, ლამის გავგიჯით, ისე შემეშინდა, ხაზით ჩამოწყდა ადრე. ძროხალამის მოკლას ზამიკანიამა. აქ არ გამიცხონება, არ სოთიტი, არ სუცრები და არაფერი. წაქცევის პირას მყოფი ბოძები და დაზიანებული ელექტროსადენები გაბარავების მსგავსად ახალდაბის სხვა მცხოვრებლებსაც აშინებთ. გარდა ამისა, მათ ყოველთვიურად უწევთ იმ დავალიანების დაფარვა, რასაც სოფლის საერთო მრიცხველი წერს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემდეგ გადასახადი კიდევ უფრო გაუძვირდათ. მაცურების ჩართვა გვიჭირს. ტელევიზორების ჩართვა გვიჭირს. სულ ყველაფერი გვიჭირს. შევცქერი ვართ, რომ როდის წაიქცევა და როდის ეგდება ძირსახლო, ხაზი არავის არ დაეცეს, ბავშვები არ დაგვიხოცოს, გარეთ არ ვიშვებთ ბავშვებს. სოფელში შუქის გამრიცხვიანობა არა გვახდეინებენ ძვირს. დავალიანება, საიდან გადავიხადოთ ეს დავალიანება, თუ რაც არის არ ვიცი. ძალიან დიდი ტარიფები მოდის. წინათუშიც მაგალითად 30 ლარი გადავიხადე და საშინელი ის არის ტარიფი მე მგონი. და რავი, ამ სოფელს რო პატრონი ყავდეს, კარგი იქნება. ახალდაბაში ამბობენ, რომ დაპირების მიუხედავად მათ სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება ამ დრომდე არ დაწყებულა. გაუმართავი ელექტრომომარაგების გამო კი ხშირად ეწვებათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სოფლის რწმუნებულს იმედი აქვს, რომ ენერგოპრო ჯორჯია გამრიცხველიანებას მომავალ წელს მაინც დაიწყებს. ასე მითხრეს ენერგოპროში, რომ განვაახლებთ ხიდის თავს მორჩების წელს და მეტის საშუალება ჩვენ არ გვექნებაო და გვიწევს ალბათ მე-7 მერვეს, მე-7-დან ათვლით დაიწყება ჩვენი სოფლების გამრიცხველიანება. ახალდაბა არაშენ და ვარიანის მეურნეობა საკაჟეთი ეს სოფლები გამრიცხველიანდება ახალი წლიდან. არჩევნები რომ მოდიოდა, აქ რომ მოვიდნენ, რამე იმანთაც უთხარით ჩვენა, რომ უფრო მეტად ეს გამრიცხველობა გვაწუხებს და რამე და ახლა ცოტა რაღაცები გააკეთეს, ახლა გზები გაგვიკეთეს რავი რაღაცები და ამასაც თუ გააკეთებენ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით. არის დაზიანებული ბოძები, აგერა დაზიანებული, რომელიც ქარზე მერყეობს და ყოველთვის შესაძლებელია გადმოწყდეს. მართლა არის საშიშროება ჩემ ეზოში, არის ძალიან დაზიანებული და დამპალი. ხან მაღალი დენია, ხან დაბალი, რა ვიცი. გადასახადი მაღალი მოდის. და აუცილებელია ეს გამრიცხველიანობა, რომ გაკეთდეს სოფელში. ენერგოპრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ახალდაბამდე ჯერ სოფლები ხიდისთავი და ყელქცეული უნდა გაზიფიცირდეს. კომპანიაში ზუსტ ვადებს ვერ გვეუბნებიან, თუმცა ამბობენ, რომ გამრიცხველიანების გარეშე არც ახალდაბა დარჩება. სოფელ ახალდაბაში ჩვენ დავამონტაჟეთ 400 მეტ ციფრულ ელექტრომრიცხველებს. შეიძლება აქ აბსოლუტურად ყველა ის საყრდენი ბოძი, რომელიც დაზიანებულია და უკვე შესვლა საჭიროებს და შეიძლება ასევე შიშველი სადენები, მოძველებული სადენები, ახალი ეროსაგატის შესაბამისი ორმაგი რეზოლაციის მქონე კაბელები. იქამდე სანამ ენერგოპრო ჯორჯია ახალდაბის გამრიცხველიანებას დაიწყებს, მოსახლეობას უწინდებურად ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება. გაუმართავ სადენებთან და წაქცევის პირას მყოფ ბოძებთან აქაურებს კვლავ სიფრთხილით მოუწევთ გავლა.